სისხლის უანგარო დონაციის აქცია იმართება ტექნიკურ უნივერსიტეტში. სისხლის ჩააბარებამდე აქციაში მონაწილეებს სხვადასხვა ინფექციებზე უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოკვლევაც ჩაუტარდათ. პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც უნდა მივიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში. სისხლის უანგარო დონაციის აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ეროვნული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს სისხლის უანგარო დონაციის აქციები. მივიღეთ გამოწვევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაგან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სიამოვნებით ჩაერთო აღნიშნულ აქციაში. ნებისმიერ სურვილს აქვს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 18-დან 65 წლამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იწვევენ, როგორც თავად მოგვახსენებს, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს. შემდეგი სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება სოხუმის უნივერსიტეტში. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება შეხვედრები სტუდენტურ თვითმმართველობებთან, სტუდენტებთან, მსხვილ დამსაქმებლებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან და ძალიან მიხარია, რომ თითოეული ადამიანი, ვინც ესწრება ამ შეხვედრებს, ძალიან კარგად იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია უანგაროდ გაღებული სისხლი.